დილიდან არის პოლიტიკური განხილვის საგანი, საგამოძიებო რეპორტაჟი, რომელიც რამდენიმე საათის წინ გავიდა TV პირველის ეთერში. აქ საუბარია სანქცირებულ ექს-პროკურორზე ოთარ ფარცხალაძეზე, რომელიც გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული რწმუნებებით, ფაქტებით, მტკიცებულებებით, როგორც ირკვევა, ახლა ყველანაირად ცდილობს, რომ დიპლომატიური კავშირი აღდგეს საქართველოს და რუსეთს შორის და გაიხსნას ასევე სარკინიგზო მიმოსვლაც ორ ქვეყანას შორის. პოლიტიკოსები, ადამიანები, რომლებსაც დიდი გამოცდილება გააჩნიათ ამ მიმართულებით მუშაობის, მათ იციან იმ ოკუპაციის შედეგი, რომელიც ქვეყანას რუსეთისგან ერგო და მოუტანა, ამბობენ, რომ თუ ეს მოხდება, მაშინ ეს იქნება პირდაპირ ქვეყნის ღალატი, რადგან თუ ოკუპანტ ქვეყანასთან საქართველო დაიწყებს დიპლომატიური ენით საუბარს, თუ აღდგება დიპლომატიური კავშირები, ეს ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მინიმუმ 3 რუსეთის საელჩო უნდა გაიხსნას, ერთი ასეთი ალბათ სავარაუდოდ იქნება თბილისში, ორი კი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რადგან მაგალითად პარტია ევროპელი დემოკრატების ლიდერი განმარტავს, რომ რუსეთი მხოლოდ ერთ შემთხვევაში იქნება თანახმა დათანხმდეს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება იტყვის, რომ აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და შესაბამისად ისინი დათანხმდებიან მთელ რიგ პირობებს, რომელიც ახლა პუტინის რეჟიმს გააჩნია. დიპლომატიური ურთიერთობის გახსნა რუსეთთან ნიშნავს საქართველოს ტერიტორიაზე 3 რუსულ საელჩოს თბილისში, სოხუმში და ცხინვალში, რაც ნიშნავს აღიარებას საქართველოს მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის. ამიტომ ეს ყოველდღიურად მიუღებელი არის. რაც შეეხება რკინიგზის საკითხს, რკინიგზის საკითხის განხილვა მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება იმ კონტექსტში, თუ მოხდება კონფლიქტის მოგვარება, იქ დევნილთა დაბრუნება, ოღონდ არა დამოუკიდებელ აფხაზეთში, არამედ რაღაც მიღწეულ შეთანხმების შედეგად. სხვა შემთხვევაში ეს არის საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულური ქმედება, რომელიც კვალიფიცირდება იმ, მოდი ასე ვთქვათ, ახალი მუხლით, რომელსაც ჩაწერას აპირებს ქართული ოცნება, სამშობლოს ღალატი. რუსეთის კომუნისტურ პარტიას აქ დავალება აღადგინოს საბჭოთა კავშირი და იყოს ყველგან კომუნისტური პარტია. ამიტომ არა შემდგომი მოთხოვნა ეს რო იყოს, ამასაც არ გამოვრიცხავ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ქართული ოცნების მითითებების გარეშე ოთარ ფარცხალაძე უბრალოდ ვერ შეძლებდა ოკუპანტთან დიპლომატიური კავშირების აღდგენისა და სარკინიგზო მიმოსვლის ხელახლა დაწყების შესახებ საუბარს. ფაქტია, რომ ასეთი საუბარი არის დაწყებული და ამას უდასტურებენ ფარცხალაძის ახლო გარემოცვის წევრები გამომძიებელ ჟურნალისტებსაც, ამიტომ ახლა ქართულ პოლიტიკურ ელიტაში კიდევ უფრო გაღრმავდა ეჭვები, მათ შორის წინა საარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცემულ დაპირებებზე და შემდგომ უკვე ქართული ოცნების მიერ დაანონსებულ საკომიტეტო ქართული ოცნების მიერ დაანონსებულ განხილვების შესახებაც, რომელიც პარლამენტში უნდა დაიწყოს. საუბარია საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, რომელმაც უნდა გამოიძიოს 2008 წლის აგვისტოს ომი. და მთავარი არის ის, რომ ქართული ოცნება ჩვენ წინა საარჩევნოთაც გვახსოვს, რომ ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ ომის გამო უნდა მოიხადონ ბოდიში საქართველოს მოქალაქეებმა და ამ შესაბამისად ოპოზიციაშიც ამბობენ, რომ ერთგვარად ხდება გადაბრალების პოლიტიკის დამკვიდრება ქართულ რეალობაში, როდესაც ომის გამო შეიძლება რომ მოახდევინონ ბოდიში ისევ საქართველოს მოქალაქეებს, რაც პოლიტიკოსებს უღრმავებთ ეჭვებს, რომ ასეც ცდილობს ახლა ქართული ოცნება რუსეთის ბრალეულობა და ტერმინი ოკუპანტი და ოკუპაცია საერთოდ გააქროს სამართლებრივი ლექსიკონიდან. ფარცხალაძე წარმოადგენს ბუნებრივია კრემლის აგენტს ერთი მხრივ და მეორე მხრივ ამ რეჟიმის ერთ-ერთ საყრდენს ვეტს და ამ რეჟიმის ურთიერთობების ეგრეთ წოდებულ დამლაგებელს კრემლთან ურთიერთობაში შესაბამისად, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც ის დგამს, უნდა მოვიაზროთ როგორც ივანიშვილისა და კრემლის ურთიერთობაში გადადგმული ნაბიჯები და რასაკვირველია, შემდეგი ნაბიჯები, თუ კი ეს ხელისუფლება დარჩა ქვეყანაში, შემდეგი ნაბიჯები არის ნეიტრალიტეტის გამოცხადება და ამ ქვეყნის კაპიტულაცია რუსეთის რეჟიმთან. როდესაც ფარცხალაძე დასანქცირდა, ის იყო ერთადერთი პირველი, ვინც საერთაშორისო დონეზე გამოვიდა როგორც რუსეთის აგენტი საქართველოში, რომელიც მეგობრობდა ივანიშვილთან და აწარმოებდა ივანიშვილის ბიზნესებს. შესაბამისად, ფარცხალაძე არის რუსული პროექტი ივანიშვილთან ერთად და ცხადია ის ეცდება ყველანაირად, რომ საქართველო ეკონომიკურად მიაბას რუსეთს. ეს არის რუსეთის არჩევანიც, ეს არის ივანიშვილის არჩევანიც. ჩვენი ყველა გადადგმული ნაბიჯი დასავლეთისკენ არ მოწონს რუსეთს და შესაბამისად მსგავსი აგენტურით ყოველთვის ვცდილობთ
ცდილობს ეკონომიკურად მიიბა საქართველოს, მას სხვა გამოსავალი აღარ ქონდეს უკვე მომავალში. ის საგამოძიებო კომისია, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა არალეგიტიმურ პარლამენტში წამოიწყო აგვისტოს ომთან დაკავშირებით და მტრის ხატის შეცვლა და ომის გადაბრალება საქართველოზე, ისევე როგორც დასავლეთზე, როგორც ჩვენს ივანიშვილისგან მოვისმინეთ და მათ შორის დროებით საგამოძიებო კომისიის მუშაობის დასრულება სექტემბრისთვის კიდევ დამატებით შესაძლებლობას აძლევს ამ შემთხვევაში ივანიშვილს რომ სწორედ დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს იმ შემთხვევაში თუ რუსეთი როგორც აგრესორი და რუსეთი როგორც ოკუპანტი გაქრება როგორც რიტორიკიდან ასევე უკვე სამართლებრივი განზომილებიდან. ეს ალბათ იქნება პირდაპირ ირაკლი ყობახიძის განცხადების გაგრძელება, რასაც მაგალითად აქციები მოყვა, რომ სრული იზოლაცია დასავლეთისგან და რუსეთისკენ სრული გეზი, რაც პირდაპირ არის სახელმწიფო ინტერესების ღალატი, როგორც უკვე ვთქვი, და კონსტიტუციის დარღვევა. რეალურად სახელმწიფო დგება მტრის ინტერესების გამტარებლად. ჩვენ შეგვიძლია გავახსენოთ ამერიკის შეერთებული შტატებმა როდესაც დაასანქცირა ფარცხალაძე მაშინ მთელი სახელმწიფო აპარატი ჩადგა მისი ინტერესების სასარგებლოდ. მათ ეროვნულმა ბანკმა შეცვალა კანონი და აწესა რეგულაციები, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებები არის საკმაოდ მწვავე, ჩვენ ამ დრომდე არ მოგვისმენია ქართული ოცნების ოფიციალური პოზიცია, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე კომენტარს, რომელიც ლეგიტიმაციის პრობლემის მქონე პარლამენტის დეპუტატებმა ისევ გამომძიებელ ჟურნალისტებთან გააკეთეს.